პუტინმა ის ნობელი არეშნიკები როგორც ითქვიან ტრაქში გაიწყა. გამოქვეყნდა უკვე დასკვნები. ორი ცალი არეშნიკი ის რო რა თქმა უნდა ბირთვული ქობინების გარეშე, ანუ ეს ჩვეულებრივი რკინის ჯართი იყო, რომელიც ბალისტიკური ტრაექტორით დაეშვა უკრაინაში და ეგ იყო. ამ ორი ცალიდან ერთმა საერთოდ კიევის ოლქამდე ვერ მიაღწია და დონეცკის მიდამოებში ჩამოვარდა. მეორე კიევს 80 კილომეტრით აცდა, სადაც ბელიცერკოვში ჩამოვარდა. და თავად რუსი ბლოგერები წერენ, ეხლა ამათ არ იფიქროთ მეგობრებო, რომ რაღაც ირონიზირებას ვახდენ ამ თემას. იმიტომ რომ თავად რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ დასინიან პუტინს. სამარცხვინო იყო, რა საჭირო იყო არეშნიკების გასვლა, რომელსაც არავითარი ზიანის მიყენება არ შეუძლია. კიევისთვის და უკრაინის სამხედრო მანქანისთვის და მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი. ანუ რუსი ბიდლოს დასარწმუნებლად რომ აი ჩვენ კიდე რაღაცა შეგვიძლია და აი ეს გვაქვს და არაფერი არ გაქვს. არეშნიკი კარგია და მნიშვნელოვანია, თუ საერთოდ ნორმალურად დაფრინავს, ეგეც არავინ არ იცის, როცა მას ბირთვული ქობინი აქვს და ერთი ცალი რამდენიმე 16 ცალი მე მგონი ნაწილად იყოფა თავაკი და ეგ არის რომ იმას ვერავითარი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება ვეღარ გადაიჭერს მერე, ხო? თუ გაფრინდა და ჩამოვარდა აქეთ. ეს არის სამარცხვინოა, კლოუნი არის. აი, პუტინი რო ეძახოდა ზელენსკის ეს კარგი ის არის, რომ კლოუნიო და პოლიტიკა ცოტა სხვა რამე არის, რომ აი ახლა ხო დავრწმუნდით თამაში, რომ ჯერ 5 წლის თავზე ომისა პუტინი ისევ დონეცკში დგას და 1-2 სოფელი ძლივს აიღო. მაშინ როცა სტალინმა ამ ხნის განმავლობაში უკვე მოსკოვიდან ბერლინამდე ჩაიყვანა ჯარი. კარგი. ჯარის წინწაწევა ხوار შეუძლია პუტინს. გარდა ამისა ზელენსკი დასცინის 9 მაისს მან მისცა უფლება რომ ჩაეტარებინა სასწრაფოდ 45 წუთიანი ჩქარა ფარტყაბურთხით აღლუმი. და ვინ არის ამ შემთხვევაში კლოუნი? ზელენსკი, რომელსაც მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, შეხურებს როგორც კაცობრიობისათვის მოვლენილ გმირს, გადამრჩენელ გმირს და თუ პუტინი, რომელიც საკუთარ ბუნკერებში უბრალოდ ცხვირჩაყოფილი დაიარება და ეშინია გარეთ გამოსვლის. და არეშნიკებს ისვრის აქეთ-იქით ფუჭად. გავრცელეთ ეს ვიდეო. აი ასე დაემართა ხუილოს და ასე დაემართება მის ქართულ მარიონეტულ ქოცნებას, რუსულს.